თავი მოაჩვენეთ უგუნურად. ძალაუფლების 48 კანონის 21 კანონი. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს განვაგრძობთ რობერტ გრინის ბესტსელერის განხილვას და კითხვას. კანონის ფორმულირება, ანუ პრინციპი. არავის მოსწონს, როდესაც სხვა ადამიანზე სულელია. ამიტომ ხრიკის შემდეგში მდგომარეობს, თქვენი მსხვერპლი არამხოლოდ ჭკვიანი უნდა ჩანდეს, არამედ თქვენზე ჭკვიანი. როცა ამაში დარწმუნდება, ვერც კი იეჭვებს, რომ ფარული მოტივები გამოძრავებთ. მე ესე ვიტყოდი, რომ ამ კანონს ვეთანხმები, მაგრამ უფრო განვავრცობ, ანუ ზოგადად მტერთან და კონკურენტთან ურთიერთობაში კი არ არის, რომ ეს შენი სიბრწყინვალე უნდა დაჩრდილო და არა მარტო გონებრივი შეიძლება სხვა ნიჭებიც გქონდეს, ზოგ სიმღერის ნიჭი, ზოგ ხატვის და ზოგ არ ვიცი ჩაცმის და რაღაცნაირად უნდა სივრცის მიხედვით შეარჩიო, სად უნდა გამოავლინო შენი თავი ბოლომდე. განსაკუთრებით, როცა ეს ეხება სამსახურს, პირად ურთიერთობებსაც ალბათ, მაგრამ პირად ურთიერთობებში ვფიქრობ, ჩვენს ინდივიდუალიზმს და ნიჭს უფრო პატივს სცემენ და უფრო სივრცე აყვავების, იმიტომ რომ ჩვენ გარშემო ჩვენი ოჯახის წევრები, მეგობრები, საყვარელი ადამიანები ზუსტად მაგიტომ არიან, რომ ვუყვარვართ და უნდათ რომ ესე ვთქვათ, ჩვენი კარგი მხარე გამოვავლინოთ და გამოვყვებოთ და ავაყვავოთ. ძირითად შემთხვევაში, მაგრამ თუ გადავიტანთ საჯარო სამსახური, კერძო სამსახურის სივრცეებზე ამ კანონს, ნამდვილად გაღიზიანებას იწვევს, როცა ხარ სხვებზე ჭკვიანი, როცა ამას ავლენ და განსაკუთრებით, როცა ხარ ქალი. ჩემი სამსახურეობრივი კარიერიდან გამომდინარე, ნამდვილად დაზუსტებით და ისე შემიძლია თავდადებით ვთქვა, რომ კაცებს განსაკუთრებით აღიზიანებენ ჭკვიანი ქალების სამსახურეობრივ სივრცეში, შეიძლება უთრიგერებენ ბევრ ტრამვას, ან არ ვიცი რატომ, მაგრამ მოკლედ ჭკვიანი ხალი აღიქმება საფრთხედ, როგორც წესი, ჭკვიან ქალებს ნაკლებად უწყობენ ხელს, რომ დაწინაურდნენ, წინ წავიდნენ, იმიტომ რომ ამ სიჭკვიანესთან ერთად არის თავდაჯერებულობა, არის აზრის გამოხატვის თავისუფლება და ასე შემდეგ. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ კაცების შემთხვევაშიც ესეა, რომ თუ კაც უფროს აგრძნობინა, რომ ის ჭკვიანია, მას რა თქმა უნდა დააკომპლექსებს და ალბათ მის მოშორებას ცდის, მაგრამ ქალების შემთხვევაში ეს კიდევ უფრო მძაფრად იგრძნობა და აქ არ იგულისხმება, რომ თავი უნდა გაისულელო, არამედ უბრალოდ მოთოკო და შენში დატოვო ეს ჭკუა და ამ შენ სიჭკვიანეს არ გააფუჭებინა შენი მომავალი, ყოველ შემთხვევაში იქამდე სანამ იმ პოზიციაზე და იმ რანგში არ ხარ, სადაც მაგ ჭკუის გამო აგიყვანეს. თუ თავიდან ხარ, როგორც დამხმარე, რუტინული სამსახურის შემსრულებელი, ხო, დიდად ესე ვთქვათ, არ ხარ იდეების გენერატორი, ან არ მიგიყვანეს იმიტომ, რომ კრეატიული ხარ და რაღაც გადაწყვეტები უნდა, ესე ვთქვათ, შესთავაზო, ხო, ამე თუ იმ კომპანიას, მაშინ გააკეთეთ ის, რაც მოგეთხოვებათ, ზედმიწევნით, ხარისხიანად, იყავით პასუხისმგებლიანი, მაგრამ თქვენს უფროს ნუ დაჩრდილავთ თქვენი ჭკვით და ზოგადადაც ნუ დაჩრდილავთ ნურაფრით. და მაგალითად, აი ეს შეიძლება ჩემ ჩანაწერებს ვკითხულობ, ხელშემშელი ფაქტორი იყოს გასაუბრებაზეც. HR-თან შეიძლება ნაკლებად, თუ HR-ის დეპარტამენტში არ გინდათ სამსახურის დაწყება, მაგრამ გასაუბრებაზე, სადაც თქვენი უფროსი მიხვდება, მომავალი პოტენციური უფროსი მიხვდება, რომ ეს მე მგონი ჩემზე ჭკვიანია და თან ამას გამოხატავს, არ აგიყვანეს სამსახურში, იმიტომ რომ აღგიქვამს როგორც საფრთხედ, რომ მას ჩაანაცვლათ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გასაუბრებაზე უნდა წარმოაჩინოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, მაგრამ ამ ვერსიამ არ უნდა დააკომპლექსოს ადამიანი, ვინც იღებს გადაწყვეტილებას, რომ აგიყვანოთ სამსახურში. არტურ შოპენჰაუერის პატარა ჩანაწერია. უნდა იცოდე, რომ სულელებს ბევრად უფრო მეტად სძულთ ჭკვიანი ხალხის საზოგადოება, ვიდრე ბრძენს სულელების თავყრილობა. ალბათ იმიტომ, რომ ბრძენს შეუძლია, რომ თავი გაისულელოს და სულელს არ შეუძლია, რომ ჭკვიანი იყოს. ეს ჩემი აზრია. ძალაუფლების გასაღები. შეგრძნება, რომ ვიღაც თქვენზე ჭკვიანია, თითქმის აუტანელია, ვცდილობთ სხვადასხვა გამართლება მოვუძებნოთ ამ ფაქტს. თუ კი გაითვალისწინებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჭკუა
უმრავლესობის თავდაჯერებულობისა და პატიმოყარეობისთვის ფრთხილად იყავით, რომ შემთხვევით ადამიანი არ გააბრაზოთ მისი გონებრივი შესაძლებლობების ეჭვის ქვეშ დაყენებით. ეს უპატიებელი ცოდვაა, მაგრამ თუ აღნიშნულ წესს კარგად აითვისებთ და თქვენ სასარგებლოდ აამუშავებთ, ის ადამიანებზე ზეგავლენის უსაზღვრო შესაძლებლობებს მოგიტანთ და აქ მინდა გავიხსენო ჩემი და ჩემი ერთ-ერთი უფროსის ურთიერთობა. ჩემი გადმოსახედიდან და არა მარტო ჩემი გადმოსახედიდან, სხვა კოლეგების გადმოსახედიდან ეს ადამიანი არ იყო ჭკვიანი, ჭკვიანთან ერთად არ იყო მცოდნე. ალბათ უბრალოდ, რა ვიცი, საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვდა, ან კარგი კონტაქტები ჰქონდა, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, ძალიან კარგ პოზიციაზე იყო, მაგრამ იმდენად არ იყო გარკვეული ესე ვთქვათ, თავის საქმიანობაში, რომ მაგ ნაწილში შეიძლება ადამიანს ჩაითვალო, რომ სულელია და მე ეს აღქმა მივხვდი ჩემი კოლეგებისგან, რომ ჩემი უფროსის მიმართ იყო, რომ უცოდინარი რაღაცა, ოღონდ თავიდან მოგიშოროს და რაღაცა სულელურ პასუხს გაგცემს, აზრი არ აქვს, მოკლედ მაგას რომ რამე ვკითხოთ და ყველა მოდიოდა ჩემთან და შენ როგორ ფიქრობ რაღაცა და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ესეთი დამოკიდებულება ჩემი კოლეგებისგან მის მიმართ სავარაუდოდ არევდა ჩემს ურთიერთობას და ჩემს იქ მუშაობასაც და მომწონდა იმ დროისთვის, სადაც მუშაობდი და რა პირობებიც მქონდა და ნუ მაშინ ამ კანონის წაუკითხავად, მაგრამ ეს წიგნი რომ ცოდნა და გამოვიდა და რომ ამ კანონის გათვალისწინებით არ შევეცადე, რომ ჩემი კოლეგებისთვის, ესე ვთქვათ, მაქსიმალურად დამენახებინა ჩემი შესაძლებლობები და ვაუ, რა ჭკვიანი ვარ და ხო, ის სულელია. ეგ მიდგომა რაღაცნაირად არ ავირჩია რა. ჯერ ადამიანურადაც არ მეგონა დიდად სწორი, იმიტომ რომ ის უფროსი ჩემთვის კარგი უფროსი იყო, ანუ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ერთმანეთის მიმართ და რომ მივხვდი მისი ავლით უნდათ ყოველთვის ჩემგან პასუხი მიეღოთ, რაღაცნაირად ეს მიდგომა შევიტანე, რომ თუ შეიძლება ჯერ მას მიწერეთ და რომ საქმის კურსში იყოს, რაზე ვმუშაობ და რაღაცნაირად გადავამისამართე და პირველი წყარო კითხვების იყო ხოლმე ის, მე ვამზადებდი პასუხს, ხანდახან მე თვითონ ვუგზავნიდი, თუ მათ ასე უნდა და ან თვითონ უგზავნიდა და მაგაზეც არ მქონდა პრობლემა ჩემი და მისი პოზიციიდან გამომდინარე და ზუსტად ხვდები, რომ ესე ვთქვათ, ტაქტიკა რომ არ მქონოდა ურთიერთობაში, რომ მე აქ არ ვარ ყველაზე ჭკვიანი, მე პირიქით მას ვაგრძნობინებდი, რომ შენ უფრო ჭკვიანი ხარ და ყოფილა სიტუაციები, რომ ნამდვილად არ მჭირდებოდა მისი რჩევა და აზრი, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ეს სამსახურეობრივი იერარქია დამეცვა და რაღაცა არ მქონდა ის კომპლექსი, რომ აქ მოვედი და ეხლა მე ვარ ტვინიკოსი, ეგ კომპლექსი არ მქონდა, სპეციალურად ვეკითხებოდი რჩევას. რაზეც უკვე პასუხი ვიცოდი ხოლმე, ან შეიძლებოდა საერთოდ სხვა ტიპის რჩევა მოეცა, მე ყურადღებას აღარ აქცევდა რას როგორ ვაკეთებდი და ისე გამეკეთებინა, როგორც იყო კანონით გათვალისწინებული, ან რაც გამომდინარეობდა კომპანიის ინტერესებიდან. ამიტომ თუ შეატყობთ, რომ თქვენი უფროსი სულელიც არ არა, ანუ არ არის ისეთი გათვითცნობიერებული, ან კონკრეტულ საკითხში, ან ყველა საკითხში, რაზეც თქვენი დეპარტამენტი მუშაობს ან კომპანია, ნუ ეცდებით, რომ მის მიღმა სივრცეში დაამტკიცოთ, რომ თქვენ უფრო მაგარი ხართ და ასევე მასთან ურთიერთობაშიც მანამ სანამ ის იმ პოზიციაზეა, რა პოზიციაზეც არის. თუ არის სიტუაცია და ჩვენ წინა კანონების განხილვისაც გავიარეთ, რომ ეს ადამიანი სამსახურიდან მიდის, ამ ადამიანს სხვა შეთავაზება აქვს დააწინაურეს, ან არ ვიცი სამსახურიდან უშვებენ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ ის ამ პოზიციაზე აღარ იქნება და თქვენ განიხილავთ თქვენ თავს ამ პოზიციაზე, ნელ-ნელა ბუნებრივად შეგიძლიათ დაიწყოთ წარმოჩენა, ესე ვთქვათ, თქვენი სიძლიერეების და ადამიანებში, კოლეგებში რაღაცნაირად ისეთი შთაბეჭდილება დატოვოთ, რომ ვაუ, აქამდე სად იყო, როგორი ჭკვიანია, როგორი თავდაჯერებულია, მაგრამ სანამ ეს შანსი არ არის, ესე ვთქვათ, თქვენი შესაძლებლობების არეაში, მანამდე იყავით თავშეკავებული. ჩინელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: ვეფხვსა ანადიროთ ღორის ტყავის მორგება. ის ნადირობის ძველებურ ხერხთანაა დაკავშირებული, როდესაც მონადირე გადაიცვამდა ღორის ჩლიქებიან ტყავს და ცხოველს ღრუტუნით ბაძავდა. ძლევამოსილი ვეფხვი ფიქრობდა, რომ მას წინ ნადავლი უდგას და მიახლოებას აცლიდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველთვის იმარჯვებდა იარაღიანი
მონადირე. ჩვენ გამონათქვამებშიც ხო არის ცხვრის ტყავში გადაცმული მგელიო და სხვათა შორის ძალიან ხშირად არის ხოლმე კომპანიებში და სამსახურეობრივ ესე ვთქვათ გარემოცვაში, რომ CEO ან დამფუძნებელი არის ხოლმე რაღაცნაირი კარგი ტიპი, ანუ მისი ხელით არ ხდება ისეთი მკაცრი ან ემოციური ან რაღაცა ცუდი გადაწყვეტილებების მიღება, მას ყავს ხოლმე მარჯვენა ხელი ან HR-ის უფროსი, ან ვიღაც ვისი საშუალებითაც ატარებს ამ გადაწყვეტილებებს და თვითონ ყოველთვის უნარჩუნდება რაღაცნაირი კარგი რეპუტაცია. აი რო იძახიან ხო ეს ცუდი პოლიციელი, კარგი პოლიციელი. სინამდვილეში კომპანიის დამფუძნებელი ან ვინც არის გენერალური დირექტორი CEO, რაც ქვია ამ პოზიციას, ის არის გადაწყვეტილების მიმღები, მას აქვს თავისი ინტერესები და ერთ-ერთი ინტერესი არის ხოლმე, რომ თავისი რეპუტაცია არ შეილახოს და შავი საქმე გააკეთებინოს სხვას და ამ შემთხვევაში თვითონ არის ზუსტად ის გელი, რომელსაც აცვია ცხვრის ფორმა. ამიტომ როცა ვხედავთ, რომ კომპანიაში რაღაც ცვლილებებია, რომელიც არ მოგწონს და რაღაცა მიუღებლობა გვაქვს ხო, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ეს მოდის თავიდან და არა იქიდან, ვინც ამ ყველაფერს ასრულებს. და ავტორი გვირჩევს, რომ უწყინარ გოჭს დაემსგავსეთ და გონებაშიც არავინ გაივლებს, რომ გარშემო მყოფთათვის სახიფათო გეგმები გაქვთ. დაგაწინაურებენ კიდეც, ვინაიდან შემდგომებისთვის ხელსაყრელი ხართ, მუდამ მზადმყოფი მათი ბრძანებების ასასრულებლად და სხვათა შორის მახსენდება ერთი ადამიანი, ჩემი კოლეგა, რომელიც იყო გოჭი. აი, როგორც აქ არის აღწერილი, უწყინარი გოჭი. ვიზუალურადაც, ხასიათითაც, ისტორიითაც, სივითაც, მოკლედ ყველაფრით და აი ესეთი გოჭი იყო კონკრეტულ საკითხში კარგად ერკვეოდა, მაგრამ ზოგადად ითვლებოდა, რომ რაღაცა მოსულელო ტიპია, ანუ რაღაც არ გაეგება არაფერი გარდა იმისა, რაც კონკრეტულად იცის და სულ ესე აღიქვამდნენ, რომ ეს ადამიანი არასდროს არ იქნება პრობლემა. იმიტომ რომ ჩვენზე არის დამოკიდებული, სხვა არავინ არ აიყვანს სამსახურში, ერთიანის გარდა არაფერი არ იცის და რაღაცა ესეთი მიდგომა ჰქონდა და მოკლედ ამ ადამიანს არ მოეწონა ახალი პირობები, რაც გულისხმობდა ხელფასის შემცირებას, იმიტომ რომ სამუშაო საათები შეუმცირდა, ასევე გულისხმობდა, რომ ფიზიკურად უნდა ეარა ოფისში, ანუ აღარ იქნებოდა სახლიდან სამუშაო საათები და ნუ აი გაცობდა რა და ყველას რო ეგონა, რომ ეს უწყინარი გოჭი, რასაც შევთავაზებ, დათანხმდება, იმხელა ბუნტი მოაწყო, მთელი დაახლოებით 20 კაცი იყო მის გუნდში, ყველა ააბუნტა, ზოგი წასვლით გვემუქრებოდა ზოგმა პირიქით ხელფასის მომეტება მოითხოვა და მოკლედ აი რო შეეხო თავისი პირობების გაუარესებას, მაშინ გამოაჩინა როგორი გოჭიც იყო. არანაირი გოჭი არ იყო, მგელი იყო, საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდა თავის გუნდის წევრებთან და ასევე ის პატარა, ესე ვთქვათ, ნიშური პროფესია, რაც ჰქონდა, რაშიც ერკვეოდა, ჩვენ თუ ვუყურებდით, რომ სხვა ვინ აიყვანს, იმიტომ რომ ენა არ იცის, გარდა რუსულისა, რუსული იცოდა მარტო, მან პირიქით დაგვანახა ეს, რომ აი ვინც ვიპოვით სხვას ამ ნიშური ცოდნით, ვინც იგივე პირობებზე იმუშავებს და ის რომ მარტო მან რუსული იცოდა, ზუსტად ეგ იყო, რატომ ეს ჰქონდა შედარებით დაბალი ხელფასი, ვიდრე სიტყვაზე რომ მოგვეძებნა ეგეთივე კადრი შვეიცარიაში, სადაც 3-4 ჯერ ძვირი ღირდა, მოკლედ ადამიანების მომსახურება იგივე საქმეზე და აი ეს მისი ვითომ მინუსები იქცა პლუსებად და გოჭის ნიღაბი მოიხსნა და ძალიანაც გათვითცნობიერებული ყოფილა და ძალიან კარგადაც ერკვეოდა ცხოვრებაშიც, კარიერულ წინსვლაშიც, კორპორატიულ სამყაროშიც, მაშინ როცა დაჭირდა და ყველა ნამდვილად ძალიან გაკვირვებული დატოვა. საპირისპირო მოსაზრება ჭკუის დემონსტრირება იშვიათად არის ხელსაყრელი. უმჯობესია გამოიმუშაოთ საკუთარი ღირსებების დამცრობის ჩვევა. თუ კი ადამიანები შემთხვევით აღმოაჩენენ კიდეც სიმართლეს, რომ სინამდვილეში იმაზე ჭკვიანი ხართ, ვიდრე ჩანს, მათ აღფრთოვანებას გამოიწვევთ თქვენი მოგზაურობებით. ვიდრე გამოიწვევდით თქვენი ბრწყინვალება სრულად, რომ გეჩვენებინათ. და ნამდვილად ასეა, უნდა იცოდეთ სივრცე, სად გამყოფებთ მომგებიან პოზიციაში თქვენი ბრწყინვალების გამოვლენა სხვადასხვა მიმართულებით. მწვერვალის გზას როცა შეუდგებით, რა საკვირველია არ არის საჭირო
სრული იდიოტი შთაბეჭდილებას ახდენდეთ. თუ კი გსურთ დახვეწილად ფრთხილად აჩვენეთ ზემდგომებს, რომ კონკურენტებს აღემატებით, მაგრამ მწვერვალზე ასვლის კვალობაზე თქვენი კაშკაში შეამცირეთ. მე ამ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთი რაღაც დავიჭირე ჩემი ცხოვრებიდან. სამსახურს რომ თავი დავანებოთ, იმიტომ რომ 2 წელია თითქმის აღარ ვმუშაობ. პირად ურთიერთობებში ეს კანონი შემდეგნაირად ითარგმნება, რომ კი შენ მშობელს, ქმარს, მეგობარს რატომაც არა თავისუფლად უნდა ანახო, როგორი ჭკვიანიც ხარ, ნიჭიერიც ხარ, რაც გეხერხება, მაგრამ ყოველთვის არა. იმიტომ რომ იმ ადამიანსაც უნდა რომ განახოს რომ ჭკვიანია, იმ ადამიანსაც უნდა რომ განახოს რომ მცოდნეა, რაღაც ახალი გაიგო, შეიძლება შენზე უფრო ადრე გაიგო, ხო? ანუ ადამიანი განსაკუთრებით რომელიც ორიენტირებულია ზრდაზე, ევოლუციაზე, აღმოჩენებზე, უხარია, როცა თუნდაც ორი ადამიანის სასაუბრო სივრცეში მასაც შეაქვს რაღაც სიახლე, საინტერესოობა და მე ვისწავლე განსაკუთრებით ჩემი ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, რომ არ არის, არ მჭირდება, რომ ყოველთვის მე გამოვჩნდე, რომ რაღაც ახალი ვნახე, გავიგე, გამოცდილება შევიძინე. არის უკვე შემთხვევები, როცა უბრალოდ ძალიან დაკვირვებულად ვუსმენ, გაცნობიერებული, ესე ვთქვათ, მსმენელი ვარ და ადამიანს საშუალებას ვაძლევ, რომ ის, რაც მე უკვე შეიძლება ვიცი, ან წამიკითხავს, მოვისმინო თითქოს ამას პირველად ვისმენ და კი არ ვიტყუები, ანუ მართლა მის პერსპექტივას პირველად ვისმენ და ვაცდი, არ შევეჭრები საუბარში, რომ უი, მე ეს ვიცოდი და აღარ მინდა, არ მომიყვე, არ მაინტერესებს. რატო? მისი ემოციები, ინტერპრეტაციები, ეს ყველაფერი ხო ძალიან საინტერესოა და აქედან გამომდინარე, რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ ვფიქრობ, იმავე მიდგომით არიან, ესე ვთქვათ, ჩემი ოჯახის წევრები ჩემთან, ანუ რაღაცა გვაქვს სულ ეს ვაუ მომენტები, რომ რა მაგარია, რომ ეს მომიყევი, რა საინტერესოა, შენ რა მაგარია, რომ ეს გამიზიარე, ეხლა ამას ვაპრაქტიკებ და ნუ იზამთ ისე, რომ მარტო თქვენ იყოთ საინტერესო მოსაუბრე, იმიტომ რომ სხვებისთვის გახდებით უინტერესო. და აი მართლა რომ რასაც ვსწავლობ ახლა კოუჩინგის ამ 9 თვიან პროგრამაში და რასაც გვასწავლიან არის ის, რომ ადამიანს, თანამედროვე ადამიანს ყველაზე მეტად რაც ჭირდება არის მსმენელი. ანუ ეს ფუნქცია არის ჩამორღვეული, არ გუყავს ხარისხიანი გულწრფელად დაინტერესებული მსმენელები და თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობა, ეს ურთიერთობა ორმხრივად ავაწყოთ მოსმენაზე. მარტო ჩვენ ნუ მოვინდომებთ, რომ ვიყოთ მოსმენილები, სხვებსაც მივცეთ შესაძლებლობა, რომ გაგვიზიარონ თავისი, ესე ვთქვათ, საინტერესო ამბები. და ავტორი გვეუბნება, რომ არსებობს ერთი გარემოება, როდესაც სრულიად საპირისპიროდ მოქცევა ჯობს, როდესაც ტყვილი უნდა დამალოთ გონიერებითა და ინტელექტით, თუ კი მცოდნე და ავტორიტეტულად აჩვენებს თავს. ადამიანები დაიჯერებენ იმას, რასაც სიტყვით ეს შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს, თუ კი აუცილებელია საჩოთირო მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა. სხვათა შორის, აი ეხლა ჩემს უფროსზე ვიზეც მოვყევი, რომ ცოტა მოსულელო ტიპი იყო და არ იყო გაცნობიერებული თავის საქმიანობაში თქო, აი ეს მომენტი მქონდა მასთან დაჭერილი, რომ ოღონდ იმ მომენტში დაემტკიცებინა და აი ძალიან თავდაჯერებულად ემტკიცებინა, რომ ეს ესეა, მერე აღარ ქონდა მნიშვნელობა რა მოყვებოდა ამას, ანუ იმ მომენტში იტყუებოდა, სიტუაციას განმუხტავდა და ადამიანებს თავისი პოზიციიდან და თანამდებობიდან გამომდინარე აჯერებდა მის სიმართლეში, რომელიც არ იყო სიმართლე. და ზოგადადაც არის ის, რომ თუ გაქვს რეპუტაცია ადამიანის, რომელიც არის მცოდნე და ჭკვიანი, რა თქმა უნდა, მარტივია უფრო, რომ დააჯეროს სხვა ადამიანები საკუთარ სიმართლეში. რა ხდება თანამედროვე სამყაროში ამ კანონთან მიმართებაში და ძალიან კარგად იყენებენ ჩემი აზრით, რომ 98-19%-ს გვეუბნებიან სიმართლეს და 1-2% შემოეპარებენ ტყუილს და იმიტომ რომ ამდენი სიმართლე გვითხრეს და თან იმიტომ რომ თავის ნიშაში არიან ექსპერტები, ჩვენ ფილტრი აღარ გვადევს, ანუ გვჯერა რასაც გვეუბნებიან და მაგალითად ექიმი რო გვეტყვის 10 დანამატი დალია, ამ 10-დან 8 შეიძლება მართლა გვჭირდება, მაგრამ 2 არ გვჭირდება და მეტი შეიძლება რაღაცას აუარესებდეს თუ ესე პირდაპირ მიიღე და ანუ ის 2 არის ზუსტად შემოპარული.
რა თქმა უნდა, ფარმაცევტული კომპანიების ინტერესების გათვალისწინებით და მაგიტო ძალიან რთულია დღევანდელ დღეს გაიგო რა არის მართალი და რა არ არის და პოლიტიკაში ეს წესი ჩვეულებრივად გამოიყენება, გააჩნია პოლიტიკოს რა პროპორციები აქვს. როგორც წესი ცდილობენ, რომ 90-95% სიმართლე გითხრან, მაგრამ აი ის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რაც არ უნდა მოგატყუან და ჩვენ ვტყუდებით იმ 95%-ის ხარჯზე ყოველთვის თავს ტყვილი და ზუსტად ეს კანონი ეხმიანება ამას, რომ თუ უკვე ჭკვიანის სტატუსი გაქვს და ესე ვთქვათ, გამოირჩევი შენი პროფესიონალიზმით, მან უკვე ძალიან მარტივია, რომ მოიტყუო და ძალაუფლება მოიპოვო ამ ტყუილით. განსაკუთრებით ისეთ სივრცეებში, როგორიც არის სოციმედია, სადაც ინფორმაცია არ მოწმდება, მაგრამ მე მაინც მომხრე ვარ, რომ ვისაუბროთ სიმართლე, იმიტომ რომ ვფიქრობ, ხელოვნური ინტელექტი ნელ-ნელა აიღებს ეგეთ ფუნქციას თავის თავზე, რომ ადამიანი აი პირდაპირ გააფილტრინებს რა არის ინფორმაცია სწორი და რა არის არასწორი, მაგალითად იმით, რომ ჩააგდებს ვიდეოს და ეტყვის, რომ დაარისერჩა 2025 წლის საბოლოო კვლევები ჰარვარდი, სტენფორდი, იელი და ეთანხმებიან თუ არა ამ ეკიპს. ნუ ეგ უკვე სხვა საკითხია, ის კვლევები ვისი დაფინანსებულია, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ აქამდე როგორი დაუცველებიც ვიყავით ინფორმაციის გადამოწმების ნაწილში, ნელ-ნელა ეს ყველაფერი აღმოიფხრება და მე ძალიან მიხარია. მოკლედ, თავი მოაჩვენეთ უგუნურად, ესე ამბობს ავტორი, უგუნურებას ჩავანაცვლავდი, რომ თავი მოაჩვენეთ იმაზე პატარად, ვიდრე საჭიროა, მანამ სანამ არ გახდება საჭირო, რომ გამოავლინოთ თქვენი ბრწყინვალება სრული სიკაშკაშით. გამოიწერეთ ჩემი არხი და დროებით.